ერთ-ერთი უმდიდრესი დინასტია საქართველოს ისტორიაში არმაზის ხევში გავლენიანი არმაზელი პიტიახშების რეზიდენციაში აღმოჩენილი არტეფაქტები ოქროს ფონდშია გამოფენილი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ამ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. გრძელდება არქეოლოგიური კვლევებიც. 21 წლის სერაფიტას სიყვარულისა და ბუნდოვანი სიკვდილის ამბავი და კიდევ უამრავი ისტორია, რომელსაც საუკუნეების შემდეგ იქნებდა ფარდა აეხადოს. მანამდე კი ვნახოთ რუსტან ძნელაძის სიუჟეტი არმაზის ხევითან. მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა. მეუღლე იოდმანგანისა ძლევა მოსილისა. ვაება ვაებისა. ის ვინც იმდენად მშვენიერი იყო, რომ არავინ იყო მისი მსგავსი და გარდაიცვალა 21 წლისა. 1940 წელს არმაზის ხევში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ასეთი სახის წარწერა. ამ წარწერის საშუალებით საქართველოს ისტორიაში პირველად გამოჩნდა არმაზელი პიტიახშები, აქამდე მათ შესახებ ინფორმაცია უცნობი იყო. არაერთი ისტორიის საწყისი არის არმაზის ხევში. ყველა ეს ნივთი თუ ეს წარწერა საქართველოს ისტორიას სხვანაირად წარმოაჩენს. ასე გამოიყურება დღეს არმაზის ხევი, გავლენიანი არმაზელი პიტიახშების რეზიდენცია. სასახლის ფრაგმენტები, სამარხებით, მარნებით და აბანოებით ერთიანი კომპლექსია, რომელიც მეორე საუკუნით თარიღდება. აქ ყველაფერი არმაზელი პიტიახშების კასტის ძლიერებაზე მეტყველებს. ნომერი პირველი სამარხი გახლავთ ასპარაგ პიტიახშის სამარხი, რომელიც აი ამ ქვების ქვეშ იყო დასვენებული. ეს იყო პირველი მდიდრული სამარხი ამ ტერიტორიაზე გათხრილი და შემდეგ მეორე სამარხი, როგორცაც მისი მეუღლის, სადაც ასევე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალები აღმოჩნდა. პიტიახშების და მათი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია სარკოფაგების ქვებზე. სამარხებში აღმოჩენილ ნივთებზე ან ცალკე მდგარ სტელებზეა ამოკვეთილი. ასე გაცოცხლდა სერაფიტას ისტორიაც, წარჩინებული პიტიახშის ზევახის ქალიშვილის, რომელიც 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ვარაუდობენ, ეს ქალის საფლავი გახლავთ. უმდიდრესი მასალა იქნა აღმოჩენილი და როგორც ვარაუდობენ, ეს უნდა იყოს სერაფიტას საფლავი. არმაზის ხევში აღმოჩენილი არტეფაქტები ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ოქროს ფონდშია გამოფენილი. ვერცხლის და ოქროს ჭურჭელი, ძვირფასი თვლები და დახვეწილი ნაკეთობები არმაზელი პიტიახშების გემოვნებაზე და მათ ფინანსურ შესაძლებლობებზე მეტყველებს. ეს იყო ერთ-ერთი უმდიდრესი დინასტია საქართველოს ისტორიაში. ეს სერაფიტას პირადი ნივთები, სამკაულები და საჭირო საგნების საგანძურია. ამ ოქროს გულსაკითხში ორი სარძევე კბილი აღმოაჩინეს. სავარაუდოდ ისიც სერაფიტას ეკუთვნოდა. ამ ნივთებს შორის დაცული ერთი განსაკუთრებული არტეფაქტი, რომელიც არმაზელი არისტოკრატი ქალის სიყვარულის ამბავს ყვება. წარმოდგენილი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამარხი, რომელიც ზუსტად ვიცით ვის ეკუთვნოდა. ეს იყო ასპაბრუხ პიტიახშის სამარხი, სადაც მის საბეჭდურთან ერთად წარმოდგენილი არის არტყლის ბალთები, რომლის ერთ-ერთ ოთხკუთხა ბალთაზე არის მამაკაცის და ქალის გამოსახულება და წარწერა ბერძნული ზევახ ჩემო სიცოცხლეო კამპარი. და როგორც ფიქრობენ არქეოლოგები და ისტორიკოსები, ისინი უნდა იყვნენ ასპაბრუხ პიტიახშის მშობლები. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც პირველად დაიწყეს არმაზის ხევის არქეოლოგიური კვლევა, ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენაც გაკეთდა. ეს გახლავთ ერთ-ერთი პირველი აბანო, რომელიც გაითხარა საქართველოში. შემდეგ ამას მოყვა უკვე არაერთი აბანოს აღმოჩენა ბაგინეთში, შუღურთში, ძალისში, ურბნში და სხვა ადგილებში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო არმაზის ხევში ეს აღმოჩენა. აბანო რომაული არქიტექტურული ტრადიციებით ააშენებული. იატაკში დაყოლილი თიხის ფილები აბანოს მთავარი ატრიბუტია. აქ ცეცხლს ანთებდნენ. ცხელდებოდა თიხა და აბანო ცხელი წყლით მარაგდებოდა. ცხელი და ცივი წყლის აბაზანები ერთმანეთისგან გამოყოფილდნენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ამ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
თავისთავად ეს გულისხმობს აქ ადრეულ წლებში აღმოჩენილი და ხელახლა მიკვლეული არქეოლოგიური ძეგლების რეაბილიტაციას და ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას. გაგიგმენია საგამართლებლო სივრცის მოწყობა, ეს კარგი არის მომავალი თაობისათვის, რო ხდება აქ ბავშვების მოყვანა, ლექციების საკითხვა, საუბრების და გაკვეთილების ჩატარება ისტორიაზე. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ობიექტია არმაზისხევი და ძალიან კარგია რომ მუზეუმში გამოფენილი ეს შესანიშნავი ნივთები გაცოცხლდება აქ, როდესაც ადამიანი მუზეუმთან ერთად ამ ადგილსაც იხილავს და მით უმეტეს თუ მოეწყობა ისე როგორც არის დაგეგმილი, უფრო კარგი იქნება. როდის ან რა მიზეზით დატოვა არმაზელი პიტიახშების დინასტია მეს ადგილები ჯერჯერობით უცნობია. არქეოლოგიური კვლევები გრძელდება.